ჩვენთან არის ეს ხსენება არის ღირსი დედის მარიამ მეგვიდელისა. გასულ კვირას მეუფემ ისაუბრა იმ კიბეების შესახებ, რომელსაც მორწმუნე ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე და თავისი მოღვაწეობის მანძილზე გადის და არის კიბეები, რომელიც შესაძლოა სრულყოფილებამდე მიაღწიოს ადამიანმა მასზე ასვლას. აი ამის ნათელი მაგალითი არის დღევანდელი წმინდანის მოხსენება მარიამ მეგვიდელი, რომელიც თავდაპირველად ძალიან დიდ ცოდვის დაცემაში იყო და შემდეგ მეუდაბნოე ცხოვრებით იგი განიწმინდა და სრულყოფილებას მიაღწია. ბევრმა თქვენთაგანმა შესაძლოა იცით მისი ცხოვრება, მაგრამ დღეს რადგანაც გამორჩეულად ეკლესია მოიხსენიებს, მეც საჭიროდ ჩავთვალე, რომ წამეკითხა მისი ცხოვრება, რადგანაც თუკი ვინმესთვის ჯერ კიდევ უცნობი არის, ძალიან სულიერ დიდ სარგებელს მიიღებს. პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა ღირსი ზოსიმე მეუდაბნოე. სიკვდილიდან მონასტერში გაზრდილი ბერი სავანეში 53 წლამდე მოღვაწეობდა. შემდეგ მან დატოვა თავისი სამყოფელი და იორდანეს მონასტერში მივიდა. აქ მან ნახა საოცარი ღვაწლში მყოფი უდიდესი ასკეტი მამები და მათთან დარჩა სამოღვაწე. მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით იდმართვის პირველ კვირიაკეს სამხურ ლიტურგიაზე ყველანი ესიარებოდნენ, ერთმანეთს შემდობას თხოვდნენ, იღუმენისაგან კურთხევას იღებდნენ და უდაბნოში გადიოდნენ. ბერები ბზობის დღესასწაულზე ბრუნდებოდნენ მონასტერში. ერთხელ როცა უდაბნოში გატარებული 20 დღის შემდეგ ღირსი ზოსიმე მეექვსე ჟამნის ფსალმუნებსა და ლოცვებს გალუდა, მოეჩვენა, რომ მარჯვნივ ადამიანის აჭრილი გაკეთა. შემდეგ კი დაინახა უდაბნოში მიმავალი შიშველი ადამიანი, რომელსაც მზისგან სხეული გაშავებოდა და მოკლე გახუნებული ხმები მათხლივით გათეთრებოდა. როგორც კი შიშველმა მეუდაბნოე მისკენ მიმავალი ზოსიმე დაინახა, სირბილით სადა განრიდებოდა ღირს მამას. ზოსიმემა ზუზლურება და დაყილობა დაივიწყა და დაედევა. უნდოდა ახლოს ენახა საოცარი განდეგი. ბოლოს ღონემიხტილი დამშრალ წყაროსთან გაჭირდა და ცხენებით შეევედრა მეუდაბნოეს. რად გაუხარ უდაბნოში საცხონებლად მოსულ ცოდვილ ბერს, დამელოდე უზლურს და უღირს, დამლოცე და მაგუთხე. უცნობმა უკან მოუხედავა დაუძახა. მომიტევე მამაო ზოსიმე, არ ძალმიც მოგიახონე, მე ქალი ვარ და არა მაქვს სამოსელი, რათა ხორცელი სიშიშვლე დავიფარო. თუ გსურს ილოცო უდიდესი ცოდვილისათვის, მიბოძე შენი სამოსელი, რომ შევძლო მოგიახონე და კურთხევა გთხოვო. სიწმინდისა და ფიცხელი ღვაწლის გამო უფალ სულიერი ჩვენის მადლი დაუჯილდოებია. ალბათ ამიტომ იცით ჩემი სახელი. გაიფიქრა აბა ზოსიმემ და ანაფორა მიაწოდა. მეუდაბნოემ ხელების ეთისაგან აღაპყრო და ილოცა. ბერმა დაინახა, რომ ლოცვის დღეს ღირსი დედა ჰაერში ამავდა. სასწაულებრივი ხილით შეცუნებული ზოსიმე პირქვე დაეცა. ზოსიმეს გონებაში გაკრთა ფიქრი, გოროთი ხომ არ მასტუნებს. მაშინ ღირსმა დედამ უთხრა, რატომ შეცმუდი მამაო, მე მოჩვენება კი არა ერთი ცოდვილი უღირსი დედაკაცი ვარ და პირჯვარი გადაისახა. სემმორეული ზოსიმე ფერხით ჩაუვარდა მეუდაბნოეს. გევედრები ღვთისგულისათვის გარდამიმალო შენი ამბავი. მაუწყე რათა სხვებისთვისაც ნათელი გახდეს ღვთის განგებულების სიგია. უფალმა იმისთვის გამომგზავნა უდაბნოში, რათა გაცხადდეს დაფარვა. მეუდაბნოემ უთხრა, მიმძიმს მამაო, გაუწყო ჩემი უსირწყვილო საქმეები, რადგან განმერიდები როგორც ასმის, მაგრამ მაინც მოგითხოვ ყოველივეს, შენ კი ლოცვა ხარ ჩემ ცოდვილისათვის. ეგვიპტეში დავიბადე და მშობლების სიცოცხლეშივე 12 წლისა ალექსანდრიაში გავიქეცი. აქ დავემონე დაუღებელ გაუმაცხარ ვნებას სიძვისას. 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდი ცოდვებში და ამ უდრის საქმეს ვიქმნი უფასო. თულზე იმიტომ კი არ ვამბობდი უარს, რომ დიდარი ვიყავი, არა, სარჩო არ მქონდა, სიღატაკეში ცხოვრობდი. ქსოვით ვირჩენდი თავს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ ხორციელი ვნების დაკმაყოფილება იყო. ერთხელ დავინახე უამრავი ხალხი, რომლებიც ლიბიიდან და ეგვიპტიდან იერუსალიმს მიემგზავრებოდა. წმინდა ჯვართამაღლების დღესასწაულზე. მეც მომინდა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ დღესასწაულზე დასასრებად კი არა მამა ვიფიქრე, ალბათ იქ მეტ ადამიანს ვნახავ მეთქი ცობით დაცემისათვის. მიკვირს როგორ აიტანა ზღვამ ჩემი მრუშობა და ავყურწობა, როგორ არ ჩამიტანა მიწამ ჯოჯოხეთში, როგორ მაპატია ამდენი სული წუნება და დაღუპა. მაგრამ ჩანს უფალ ჩემი სინანული უნდოდა და მოწმინებით ელოდა ჩემს მოქცევას. ჩავედი იერუსალიმში და დღესასწაულამდე ბილდ საქმეებს ვიქმობი. ჯვართამაღლებას მე ჩვეულებრივ ნორჩ სულთა წარსაცმელად გამოვიდა. ყველა ადრიანად წასულიყო ტაძარში, სადაც ყოველმყოფელი ჯვარი იყო დასვენებული. მეც იქით გავემართე და ეკლესიის კარიბჭესთან გავჩერდი.
როდესაც წმინდა ჯვრის ამაღლების ჟამი დადგა, ტაძარში შესვლა მომინდომი, მაგრამ ღვთის უხილავმა ძალამ გამაჩერა და კარებიდან უკუმაქცია. სხვები დაუყოვნებლივ შედიოდნენ კარიბჭეში. კვლავ შევეცადე შიგნით შემეღწია, მაგრამ უშედეგოდ. რაღაც ძალა ისე უკან მაგდებდა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ძალა გაუმედია, კარებს მოშორდი და გავჩერდი. უცებ ვიგრძენი, რომ ტაძარში ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდიოდი. გული ღვთის მადლით ამევსო და ავკირდი. ჩემს წინ ღვთისმშობლის ხატი შევნიშნე და ლოცვით მიმართე. ყოვლადწმინდაო ქალწულო, მშობელო სიტყვისა ღვთისაო. უწყი რამე თუ უღირს ვარ ხილვად ხატისა შენისა. განგდებული ვიქმენ შენი სიწმინდისაგან, მაგრამ განაცოდვილთა სინანულად არ შეისხა ხორცით მერთმან ჩვენი. შემეწიე ყოვლადწმინდაო, მომეცნება ტაძარში შესვლისა და იმ ჯვრის ხილვისა, რომელზეც ჯვარცმულ იქნა უყარი. მოსატევებელად ცოდვათა ჩვენ და თვისი უცოდველი სისხლის დამთხეველი. მომეცნება თაყვანისცე წმინდა ჯვარს, მეყავ წინაშე შობილისა შენის. ამერიდან აღარ შეურაცხყოფ ჩემს სხეულს ხორცევ ნებათაგან. ვიხილავ რა ყოვლადწმინდა ჯვარს ისა შენის. გავალ ამ სოფლიდან და წავალ საითქენაც მომიწონე. ლოცვის დამთავრებისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემი ლოცვა შესმენილი იქნა. ღვთისმშობლის მოწყალებას მინდობილი კვლავ კარისკენ გავემართები. დაუყოვნებლივ შევედი ტაძარში და უფლის ყოველწყოფილი ჯვრის ხილვის ღირსი შევიკეთე. ასე დავწუნდი ღვთის განგებულებასა და სახიერებაში. ხედი მოვიდრიკე ვიანგორე სიწმინდებს და მსგავ გამოვედი ტაძრიდან. კვლავ დავიჩოქე ღვთისმშობლის ხატის წინ და ლოცვა აღვავინე. უცებ შორიდან შემომესმა ხმა. თუ იორდანეს გადალახავ, ნეტარი აღსასრული მოგედის. ვირწმუნე, რომ ეს ჩემს გასაგონად იყო ნათქვამი და ცემლით შემევედრე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მოწყალეო დედაო, ნუ დამიტევებნი არამედ შემეცი. ტაძრის ეზოდან გამოსულს ვიღაცამ 3 სპილენძის მონეტა მომცა. ამ ფულით 3 პური ვიყიდე და იორდანეს გზა გავიგე. მზის ჩასვლისას იორდანეს ნაპირას მდებარე წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას მივახცია. ტაძარში ლოცვის შემდეგ წმინდა მდინარის წყლით ხელპირით დავიბანე, 1 პურის ნახევარი შევჭამე, წმინდა წყალი მივიღე და მიწაზე მივწეკი დასაძირება. დილით პატარა ნავი ვიპოვე. იორდანეს მეორე ნაპირზე გადავედი და კვლავ ღვთისმშობელს შევთხოვე წინამძღოლს. ასე მოვედი უდაბნოში. აბა ზოსიმე მეუდაბნოს კითხა, რამდენი წელია დედაო, რაც უდაბნოში ცხოვრობ? ალბათ 47 წელი გავიდა, რაც წმინდა ქალაქიდან წამოდი. ზოსიმემ კვლავ კითხა, რა ჭამ, რას პოულობ ამ უდაბნოში? როცა იორდანე გადმოვლახე, 2.5 პური მქონდა თანდათანობით, უდაბნოს მწყვნარებამ იგი გამოაშო და გააკვავა. ასე რომ მცირედ ღებულობდი და მრავალი წლის მანძილზე მეყო. მერწმუნე აბა ზოსიმე განაგრძო ღირსმა დედამ. 17 წელი ისე ვებრძოდი გოროდ ფიქრებს, როგორც სოფიე ნადირებს. მახსენდებოდა ხორცი და თევზი, რომელსაც ეგვიპტეში მივეჭვიე. ღვინოც მენატრებოდა, მე ხომ ძალზე ბევრს სვამდი. აკი ხშირად მწირი საჭმელ-სასმელიც არ მქონდა და წყურულისა და შიმშილისაგან ვიტანჯებოდი. უფრო დიდი უბედურების გადატანაც მიხდებოდა. ხანდახან აღხორცული სიმღერი ჟინი მომივლიდა. თითქოს ჩამესმოდა კიდეც გულს და სმენას მიფორიაკებდა. მაშინ სრემლებით ვიგორებდი ღვთისმშობლისთვის მიცემულ აღთქმას და მყუველად ლოცულობდი. როცა ჩემი ლოცვა სათმოეყოფოდა უფალს, ვხედავდი ბრწყინვალე ნათელს. ქარიშხლის ნაცვლად კი მყუდროება ისადგურებდა. როგორ აღვია, რომ ამაო წინაშე შენს აღხორცული ფიქრებით ჩემი, უცებ სიძვის ცეცხლი მომედებოდა გულზე, ყოველივეს მუშრავდა ჩემში და ვნებას მიღვიძებდა. მაშინ პირქვე დავემყოფოდი, ასე დამყოფილი ვიყავ, სანამ არ მოვიდოდა სინანული და არ გამოჩნდებოდა გოროთი ფიქრებისა და ზრახვების განმავნეველი ნათელი. ასე ვცხოვრობდი პირველი 17 წელი. ბნელი ბნელზე უბედურებაზე მემატებოდა, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეუღლება მიფარავდა მარადს. აბა ზოსიმემ კვლავ კითხა, ნუ თუ არც საჭმელი დაგჭირდა, არც სამოსელი. მეუდაბნოემ უპასუხა. 17 წელიწადში პური დამიმთავრდა. ამის შემდეგ ფესვები და ბალახებით ვიკებებოდი. კაბა შემომეძარცვა, დიდხანს ვიტანჯებოდი ზაფხულის პაპანაკებასა და ზამთრის სიცივეში. რამდენჯერ მყარებით დავცემულ ვარ მიწაზე, რამდენჯერ მიბრძოლია ცდუნებას, უბედურებასა, განსაცდელთან. იმ დღიდან დღემდე ღვთის ძალა უხირავად იცავდა და იცავ ჩემ ცოდვილ სულსა და ხორცს. საუბრის დროს ღირს დედას ხშირად მოყავდა ადგილების სამხდო წერილით, რამაც აბა ზოსიმე გააკვირვა და კითხა. სად ისწავლე დედაო წმინდა წერილი? მეუდაბნოემ გაიღიმე და უპასუხა. მერწმუნე რაც იორდანი გადმოვლახე, სულიერი არ მინახავს, წერვა კითხვას არ ვიცით, საეკლესიო გალობას არსად მომისმენია. ხოლო სიტყვა ღვთისა, ცხოველი და შემოქმედი ასწავლის ადამიანს ყოველი. მთელი ცხოვრება აღვიარე შენ წინაშე, მამაო, გევედრები ილოცე ჩემ ცოდვილისათვის. კიდევ ერთ შეგთხოვ, აბა, ნურავის მოუყვებით ჩემს ამბავს, სანამ უფალი თავისთან არ მიმიღნოს. აღმისრულე რასაც გეტყვი, მომავალ წელს დიდმარხვას უდაბნოში ნუ წაყვან, როგორც ამას მონაზვნური წესი გავალებ. კვლავ გაუკვირდა ღირს ზოსიმე, საიდან იცისო მონაზვრის წესი.
მეუდაბნოემ გააგრძელა. მამაო მონასტერში დარჩი, თუმცა რომც გინდოდეს მაინც ვერ გაყვა. დიდ ქუჩაბაც საიდუმლო სერობის ხსენების დღეს მაცხოვრის ყოველმყოფელი ხორცი და სისხლი მომიტანე იორდანეს ნაპირზე. რათა ვეზია. ახლა ჩემს შესახებ ნურავის მოუწყო. უფალი თვითონ გიჩვენებს დროს. მეუდაბნოემ ილოცა და უდაბნოს სიღრმეში გაუჩინა. მამა ზოსიმე მთელი წელი მდუმარებაში გაატარა და უფალს ევედრებოდა კიდევ ერთხელ შეეხვედრებინა წმინდა მოღვაწეს. როცა კვლავ დადგა წმინდა დიდმარხვის პირველი შვიდვეული, ღირსი ზოსიმე ავადმყოფობის გამო მონასტერში დარჩა. რამდენიმე დღის შემდეგ ის განიკურნა, მაგრამ ნების კვირიაკამდე მონასტრიდან არ გასულა. მოახლოვდა საიდუმლო სერობის ხსენების დღე. აბა ზოსიმემ შეასრულა დაპირება. გვიან ღამით დატოვა მონასტერი და იორდანეს ნაპირად ჩამოვიდა მეუდაბნოის მოლოდინში. ღირსი დედა იგვიანებდა. აბა ზოსიმე უფალს ევედრებოდა. კვლავ გაეხადა მისი ხილვის ღირსი. ბოლოს ღირსი დედაც გამოჩნდა. ის იორდანეს მეორე ნაპირს მოატა. ზოსიმემ ღმერთს მადლობა შეწირა, მაგრამ უეცრად მის გონებაში გაკრთა ფიქრი. როგორ გადმოვა ნავის გარეშე მდინარეზე. მეუდაბნოემ კი ჯვარი გადასახა იორდანეს და წყალზე გაიარა. ბერმა მოინდომა თაყვანიეცა მისთვის, მაგრამ ღირსმა დედამ შეაჩერა. რასაიქ მამაო, შენ ხომ გძელი ხარ, თვის საიდუმლოთა მტვირთული, თან კურთხევა სთხოვა. საოცარი ხილით გაოგნებულმა ბერმა წმინდანი დალოცა. შემდეგ მისი თხოვნით წამსი და მამაო ჩვენო წაიკითხა და ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს აზიარა. ზიარების შემდეგ მეუდაბნოემ ცეცისკენ აღაპყრო ხელი და წრემლითა და სასვებით წარმოთქვა წმინდა სვიმონ ღვთისმეტყველის ლოცვა. აც განუტევე მონაშენი მეუღლეო, სიტყვისეებ შენი სამშვიდობა, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენ. შემდეგ ვერს მიმართა, მომიტევე მამაო და ერთი სურვილით აღნიშნული. მომავალ წელს კვლავ მოდი იმ დამშრალ წყაროსთან, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს და ილოცე ჩემი ცოდვილი სულისთვის. შემდეგ კვლავ ჯვარი გადასახა იორდანეს, გაიარა წყალზე და უდაბნოს ყრიათში მიიმალა. გავიდა კიდევ ერთი წელიწადი. აბა ზოსიმე კვლავ წავიდა უდაბნოში და დამშრალ წყაროსთან გულზე ხელდაკრეფილი გარდაცვლილი მეუდაბნოე იხილა, რომელსაც ტერფებს უზარმაზარი ლომი ულოკავდა. ლომი ბერს მიაყრა. აბა ზოსიმემ მას საფლავის ამოხრა უბძანა და ლომაც თათებით გათხარა სამარი. ადამიანმა და ცხოველმა დაფლეს წმინდა მარიამის ნეშტი. შემდეგ კი ორივე თავის გზას გაუდგა. ლომი უდაბნოში წავიდა, აბა ზოსიმე მონასტერში. სავანეში დაბრუნებულმა ზოსიმემ იღუმენს და ძმებს აუწყა, რაც იხილა და მოისმინა. შიშით რწმენით და სიყვარულით დააწესეს ბერემა წმინდანის ხსენების დღე. ღირსმა ზოსიმემ დიდხანს იცოცხლა და 100 წელს მიტანებულმა მიისვენა. ასე გადმოგვცეს წმინდა იოანე წინამორბედის მონასტრის მოღვაწეებმა ღირსი მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება. პირველად ის წმინდა სოფრონ იერუსალიმელმა ჩაწერა. შეგვეციოს ამ დიდი მოღვაწის მეუღება, მეუღებით ამისითა უფალო იესო ქრისტე ზეოქრისტეო შეიწყალება აწმყოს სულუჩვენი. მე კიდე ერთხელ მინდა შეგახსენოთ სახარების სიტყვები იოანე ღვთისმეტყველის მოციქული წერ სახარებაში უთის ასეთ სიტყვებს. ჩემთან ყველა ვინც მოდისო მამას მოყავსო და ჩემთან მოსული მე გარეთ არავინ გავაძევო. ასევე ტაძარში მოსულებით ვინც უფალთან მოდიხართ, თქო უნდა ჩვენ არა გვაქვს და არც არავის გაძევებას არ ვაპირებთ. ერთმა ინებოს რო თქვენი რწმენა კიდევ უფრო მეტად გამკიცდეს და თავრესად ჭიშიფრისა არის დასაბამი სიფხნისა, ხოლო დანარჩენი ამაოში შეგვი ღმერთმა ვაშოროს და უფლის ადიდებლად ყოველთვის გევლოს ტაძარში. მე თქმა დაგმო.